ჩემთვის არავის მოუწოდებია, რომ იქ სამართალდარღვევას ჩავდიოდი და ამ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. აჯარიმებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე გადაკეტილ გზაზე მიდიან. უკვე რამდენიმე კვირაა გზის უკანონოდ გადაკეტვის მოტივით ივანიშვილის სასამართლო დემონსტრანტებს მასობრივად აჯარიმებს. გამოიკვეთა, რომ მძიმე ფინანსური სანქციები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქართული ოცნების ახალი ხელწერაა. უსამართლოდ დაჯარიმებულებს შორის დღეს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჯორჟოლიანი აღმოჩნდა. მტკიცებულებებს რაც ვნახე არაფერი არ არის და ახლა ველოდები პროცესზე რომ მტკიცებულებებს არ ადგენენ. ყველას ნაკლებად პრობლემას ვხედავ იმაში, ახლა ჩემ პროცესში ყველას ნაკლებ პრობლემას ვხედავ. თავი პრობლემა არის ის პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ციხეში შედან. გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან ანა ტყიბუჩავასა და ბაჩო ქაჯაიას. არადა მსახიობები პარლამენტის წინ მას შემდეგ მივიდნენ, რაც გზა გადაიკეტა. გომელაურის უწყების მტკიცებულებებში გზის უკანონო ბლოკირება არ დასტურდება. მათი სამართალდარღვევის ოქმი კი ფაქტობრივად ცარიელი და უშინაარსოა. მოსამართლეებმა თავადაც იციან, რომ მსახიობები უდანაშაულოები არიან, მაგრამ რეჟიმმა ფსიქოლოგიური ტერორი დაუკვეთა. ამიტომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი ტყიბუჩავასა და ქაჯაიას პროცესი გადადეს. ზემოდან არის გადაღებული კადრი, სადაც მე არ ვჩანვარ. შესაბამისად, არ ვიცი, ალბათ ეს მტკიცებულებად ვერ გამოიყენება, იმიტომ რომ იმ კადრში, სადაც მე არ ვჩანვარ და სხვა დროს არის, ერთ და იგივე დრო რო ყოფილიყო და სხვადასხვა რაკურსი კიდე გასაგებია. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და პირიქით მტკიცებულება იმის, რომ ჩვენ გადაკეტილზე ვდგავართ, არის ის, რომ რაღაცნაირად თითქოს შეგვეშინდება თუ დავყრით ფარხმალს ბრძოლის, რაც ესე არ მოხდება. პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს ძირითადად ერთი და იგივე მოსამართლეები განიხილავენ. მათ საერთო მახასიათებლები აქვთ, არიან მორჩილები და სანქცირებულები. რეჟიმის დავალებების უბადლო შემსრულებლებს შორის არიან. ლელა მილდენბერგერი, ზვიად ცეკვავა, ლელა ცაგარეიშვილი, კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა, მანანა ნიკაჭაძე, ირმა ტოგონიძე და გულიკო კაჟაშვილი, ფატი ფურცხვანიძე, ირაკლი აფშილავა და გვანცა ვარდანიძე. დეკემბრის თვეში ოლიგარქის არალეგიტიმურმა პარლამენტმა გზის გადაკეტვის გამო ჯარიმა 10 ჯერ გაზარდა და 5000 ლარს მიაღწია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქის გუნდის მიზანი პროევროპული აქციის მონაწილეების დაშინება, პროტესტის შესუსტება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა. იმ ვითარებაში, როდესაც საშუალო ხელფასი 1500-1600 ლარია, როდესაც სოციალური დახმარება 300 ლარის ფარგლებში მერყეობს 5000 ლარით დაჯარიმება რამდენჯერმეც კი მოქალაქისთვის ეს არის პასუხისგებლობა, რომელიც უტოლდება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დადგენილ პასუხისგებლობას. ადამიანები დგანან ხალხის მასაში, ან მოძრაობენ, ესე ვთქვათ, მარშებში და კონკრეტულ ადამიანს ირჩევს პოლიციელი და ამბობს, რომ მან გადაკეტა ქუჩა და იქ არანაირი მტკიცებულება არ არის, იყო თუ არა პოლიციის მითითება, რამდენი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომ კანონიერი რაც ჩაითვალა, ან რატო იყო არასაკმარისი რაოდენობა იმ ადამიანების, ვინც კეტავდნენ ქუჩას. ქართული ოცნება და სასამართლო გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად კოორდინირებულად მოქმედებენ. ეს პრაქტიკა მუშაობს რუსეთსა და ბელარუსშიც. იურისტები აღნიშნავენ, რომ მაღალი ჯარიმის პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. ეს არის ფინანსური სადამსჯელო ოპერაცია ქართული ოცნების მხრიდან იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც აქტიურად მონაწილეობს აქციებში, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. პოლიციელებს არ აქვთ მტკიცებულებები, ეს არის ბლანკეტური რაღაცა განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პოლიციელების მხრიდან, ასევე მათ არ აქვთ წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, ადამიანი არ ღვევდა იმ დრაკონულ კანონსაც, რომელსაც ისინი მიუთითებენ, შესაბამისად აი ამ სადამსჯელო ოპერაციაში ჩართულები არიან ასევე პოლიციელებიც და კონკრეტული მოსამართლეებიც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დაჯარიმებულთა დასახმარებლად სამოქალაქო ორგანიზაციები ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობას იწყებენ. ამ პროცესში ყველაზე დრამატული კი ისაა, რომ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა ხელისუფლებასთან ერთად სასამართლო კლანთანაც უწევთ.